გამარჯობა. რეალური შოუ სახელწოდებით ამტანი დაიწყო. და თქვენ ახლა ამ შოუს პირველ ჩართვას ადევნებთ თვალყურს. ანუ აქ, აი ამ სახლში ჯერ კიდევ არ შემოსულან პროექტის მონაწილეები. მათ ჯერ კიდევ არ იციან, სად მოუწევთ ცხოვრება. 2 თვის განმავლობაში. პირველად ამტანის სახლის დათვალიერების საშუალებას მე გაძლევთ თქვენ. ანუ იქამდე ვიდრე პირველი 6 მონაწილე გადმოაბიჯებს ამტანის სახლის ზღვარს, ტელემაყურებელი ნახავს იმ ფერად სივრცეს, სადაც იმედია ფერადად გაატარებენ ამტანები რეალურ დროს. დავიწყოთ დათვალიერება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საერთო ოთახში. ამ ოთახში ალბათ ისინი ხშირად შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ რაღაც საჭიროებო საკითხებს. ეს ოთახი, როგორც ხედავთ, წითლად არის შეღებილი. აქვე არის საერთო ოთახის გაგრძელება, ეგრეთ წოდებული ყვითელი ოთახი. ესეც საერთო ოთახად ითვლება და აქაც ალბათ ისინი ხშირად შეიკრიბებიან. თქვენს წინაშეა სამზარეულო. როგორც ხედავთ, სამზარეულოში არაფერი არ არის. ჩვენი წესების თანახმად ოთახში არ არის არანაირი ნივთი. წესთან უნდა იყოს მაგიდა, კარადა, ჭურჭელი, ჭიქა, თებში ჩანგალი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არაფერი არ არის. ჩვენმა მოთამაშეებმა ეს ყველაფერი თვითონ უნდა შეაგროვონ. როგორც გახსოვთ, ყოველ დღე ჩვენ მათ შევუტანთ 3 ნივთს. ეს შეიძლება იყოს სამზარეულოს ნივთი ან რაიმე სხვა ნივთი. წავედით. საძინებელი ნომერი 1. წითელი საძინებელი, აქ შეიძლება შემოვიდნენ გოგონები, ან შეიძლება შემოვიდნენ ბიჭები. არ ვიცი, როგორც გადაწყვეტენ. ეს არის 1 საძინებელი, აქაც როგორც ხედავთ, არაფერი არ არის. მათ დღეს იატაკზე მოუწევთ დაძინება. ეხლა კი მინდა შემოგთავაზოთ მეორე საძინებელი. მეორე საძინებელი არის მწვანე. როგორც გადაწყვეტენ ჩვენი მოთამაშეები, ან გოგონები, ან ბიჭები დაიკავებენ აი ამ მეორე საძინებელს. თქვენს წინაშეა შტაბ-ჭრილებების ოთახი. აი აქ ამ სკამზე მოთამაშეები ყოველ დღე 23 საათსა და 15 წუთზე მოთავსდებიან და თქვენ ჩვენს მაყურებელს გაგიზიარებენ თავიანთ შტაბ-ჭრილებებს. შეიძლება მოგმართონ ჩვენაც თამაშის ორგანიზატორებს და გთხოვონ რამე. შეიძლება მიმართონ თავიანთ მშობლებს, ნათესავებს ან მეგობრებს. ყოველ დღე 23 საათსა და 15 წუთზე ისინი დაიკავებენ აი ამ სკამს, მოთავსდებიან ამ სკამზე და გადაგვიხსნიან გულს ჩვენ. და რა თქმა უნდა, სააბაზანო. ეს გახლავთ სააბაზანო, სადაც ისინი ასევე გაატარებენ დროის გარკვეულ რაღაც ნაწილს. მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ ჩვენ არ ვაჩვენებთ არც ბიოლოგიურ პროცესს და არც მთელი ტანის დაბანვის პროცესს. სამზარეულოს ჩვენ ჩავთავთ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი აქ ან სასაუბროდ, ან საჭორაოდ შემოვლენ, ან უბრალოდ კბილებს გაიხეხავენ, თუ მათ ექნებათ იმდენი თანხა, რომ შეიძინონ ჯაგრისი, კბილის. ამ სახლში 24 საათის განმავლობაშია ჩართული კამერები. ანუ არც ერთი წამი. ოთახის ვერც ერთ კუთხეში, ვერც ერთი მონაწილე ვერ შეძლებს ამტანის კამერების ყურადღების მიღმა დარჩენას. ისინი ხედავენ კამერების რაღაც გარკვეულ ნაწილს. მაგრამ კამერების დიდი ნაწილი დამალულია და მათი არსებობის შესახებ და ადგილმდებარეობის შესახებ ვიცით მხოლოდ ჩვენ. ამ სახლში არ შეიძლება უცხო პირის შესვლა. ამ სახლში მომხდარი ყველა საინტერესო, ან არც ისე საინტერესო ამბების თვალყურის დევნებას თქვენ საკუთარი ტელევიზორების საშუალებით შეძლებთ. ჩვენ გვექნება დღეში რამოდენიმე ჩართვა, თქვენ ალბათ გაეცნობით ჩვენს ბადეს, ჩვენი სარეკლამო რგოლების მეშვეობით, მაგრამ რაც თავარია, ჩვენ ნებისმიერ გადაცემას გავწყვეთ იმ წამს, როცა აქ რაიმე საინტერესო დაიწყება. ასე რომ, ეცდებით გადართოთ ტელევიზორი, იმიტომ რომ ყოველ წამს აქ შეიძლება რაღაც მოხდეს და თქვენ შეიძლება ეს გამოტოვოთ. მე მგონი, დროა დავიწყოთ ჩვენი რეალური შოუ. როგორც იცით, ეს გახლავთ პირველი რეალური შოუ საქართველოში, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. მართალი გითხრათ, ჩვენც ცოტათი დაბნეული ვართ, მაგრამ 1-2 საათი და ჩვენ უკვე ალბათ ამ საქმის პროფესიონალები გავხდებით. მე მინდა წარმოგიდგინოთ პირველი 6-ეული, ანუ პირველი ადამიანები, ვისაც თქვენ მიეცით ხმა, რეიტინგი შედგა და პირველი 6-ეულიც შედგა. მაშასე, დავიწყეთ. ნიკა ნიკოლაძე, ნომერი 200-213.
თუ თქვენ მომავალში მოგეწონებათ ნიკა ნიკოლაძე, მას უნდა დაუმესეჯოთ ან დაურეკოთ ამ ნომერზე. გამარჯობა ნიკა. გამარჯობა. მოდი. ნიკამ პირველად შემოაბიჯა ჩვენ სახლში. თხოვნივთები. კეთილი იყოს ჩემი. კეთილი იყოს, თხოვნივთები დაავადო. როგორია პირველი შთაბეჭდილება? ახთოვანებული ვარ სახლით. სახლით ახთოვანებული ხარ. არაფერი რო არ არის? კედლები თუ არა? კედლები არის. თავი არ კედლები. საკრდელი. რაიმე ხوار შემოგიტანია ესეთი რის შემოტანაც არ შეიძლება. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მოთამაშეებს არ აქვთ არაფერ შემოტანის უფლება, გარდა იმ ნივთებისა, რომელიც შედგება ნაჭრისგან. ანუ ეს არის შარვალი, მაისური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯვარი შეიძლება რა თქმა უნდა. ეს ჩვენი პირველი მონაწილე შეგახსენებთ ნიკა ნიკოლაძე, მისი ნომერია 200-213. თუ თქვენ გინდათ რომ ნიკა არ გავარდეს თამაშიდან, გარდა ამისა, ნივთები რომელიც ყოველდღე შემოვა, იყოს მისი საკუთრებაც, უნდა დაუმესიჯოთ ან დაურეკოთ მაგთის აბონენტებმა, მხოლოდ მაგთის აბონენტებმა ნიკა ნიკოლაძეს ტელეფონზე 200-213. 13 რიცხვს ხوار გეშინია? არა. კარგი. ნომერი მეორე მონაწილე. ნატა გულიაშვილი. ნატას ნომერი 200-201. ნატას რამდენად ვიცი, ბევრი ნივთები აქვს და ნიკა, მოეხმარე შენს მეგობარს. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში. კეთილი იყოს შენი ფეხი. ამ სახლში ამ ოჯახში კეთილი იყოს მარჯვენა. ნატა, შენი პროფესია გამახსენე. მსახიობი. მსახიობი. როგორ ფიქრობ, ეს სახლი, ეს ოთახი გადაიქცევა სცენად? თუ არა? კი. შენეცდები ითამაშო, თავი მოაწონო მაყურებელს თუ იქნები რეალური, ისეთი მე მგონი უფრო რეალური ვიქნები, ბუნებრივად რაც ვარ, აი ეგ ვიქნები. მოგება ძალიან გინდა? ძალიან. რაიმე ნივთი ხوار შემოგიტანია ესეთი რის შემოტანაც არ შეიძლება. არა. დარწმუნებული ხარ? კი. დარწმუნებული. იცი რომ დავინახავთ ყველაფერს. კი. კარგით, შეგახსენებთ ნატას ნომერს. ნატას ნომერი არის 200-201. ეხლა კი ჩვენი მესამე მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილი. ნომერი 200 აქამშვიდობა. 210. აი ლაშაც. მოგზადეთ ლაშა. ლაშა, ბათუმიდან ხარ ხომ შენ? კი, ბათუმიდან ვარ. აცბაკ შენი ნივთები. როგორ მოგწონს სახლი? ნატა, ჯერ მოივლი. მშვენიერია. შვენიერი, აი ნიკა მოიტანა ნატას დარჩენილი ნივთები. ნატა მე მგონი ძალიან დიდი ხნით წამოვიდა. ნატა პირველივე კვირას არა, მაგრამ მეორე კვირას რო გავარდე? წავიღებ ჩემი ნივთები. არ დავუტოვებ შენ მეგობრებს? შეიძლება. მოვიფიქრებ მანამ. როგორ მოგწონს ლაშა აქაურობა? მშვენიერია. ძალიან კაია და აქედან წასვლა აღარ მინდა. მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება რაღაც პარკებია. შვენი დღის მერე შენ დატოვო აქაურობა. მაგრამ თუ გინდათ რომ ლაშა არ დატოვოს ეს სახლი, დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ მას ნომერზე 200-210. შემდეგი მეოთხე წევრი მაიკო მიქაბერიძე 200-203. საკმაოდ დიდი ჩანთით. გამარჯობათ. გამარჯობა. ეს ერთი ჩანთა გაქვს? კი. მეგობრები ეხმარებიან მაიკოს. მაიკო. კიდე გაქვს ჩანთა? არა, ლეიბი და თეთრაო. მამაკაცებს თქო დაეხმაროთ მაიკოს და მისი ლეიბი და თეთრეული შემოიტანოთ. მაიკო, როგორ მოგწონს აქაურობა? აქარია. ინტერნეტში ნახე ალბათ, ხო? როგორი ოთახებიც იყო, თუ არა? კი. შთაბეჭდილება იგივეა თუ უკეთესი? ალბათ უკეთეს. უკეთესია ჩემთვის აღკარეთ. ცოტა ხანში ყველაფერს დავათვალიერებთ. მაიკოს ნომერია 200-203. თუ გინდათ რომ მაიკო დიდხანს იყოს ამ სახლში, თუ გინდათ რომ ნივთები, რომელიც შემოვა ყოველდღე აქ, გახდეს მაიკოს საკუთრება, დაუკავშირდით მაიკოს ტელეფონზე, მხოლოდ მაგთის აბონენტებმა. ან დაუმესიჯეთ 200-203 მაიკო მიქაბერიძე. ჩვენი თამაშის შემდეგი მონაწილე. ეს გახლავთ სანდრო ჟღენტი. 200-208. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ჩვენს ოჯახში. სანდრო, შენ როგორც გატყობ მოტოციკლით არ მოსულ ხარ? მოტოციკლით არ. გარეთ დავტოვე. გარეთ დატოვე. აქა შემოვიყვან თუ რამე. ფუმრობ. სანდრო, შენ სტუდენტი ხარ ხომ? კი, თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. მერე უკერდადაგები გაქვთ როგორ არის? არა, მოველაპარაკე რომ ისეთ ამბავში ვიღებდი მონაწილეობას და ამიტომაც დამთესნება და გამოგვიშვეს თავისუფლად. გამომიშვეს თავისუფლად.
ეხლა ალბათ გიყურებენ. ალბათ. ვიყურებ. როგორ მოგწონს სახლი? ძალიან კარგი სახლია რა, ასე მშვენიერ ფერებში ვაკეთებ. ის ყვითელი ოთახი მოგწონს განსაკუთრებით. შენ ფერებში რა. მაშასე, თუ გინდათ რომ სანდრომ დიდხანს იცხოვროს ამ სახლში, 200 208 დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ. სანდრო გქონდა შენი ნივთები. და ბოლო მონაწილე, ვინც მოხვდა Excel-ში, ეს გახლავთ თეა ხამაშურიძე. მისი ტელეფონია 200 207 დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ამ ნომერზე. ჩვენ ოჯახში. გამარჯობა თეა. გამარჯობა. მე როგორც ვიცი, ეს არ არის შენი ნივთები სრულად. არა. მაშინ მამაკაცებს სამივე ვსთხო გავიდნენ, იმიტომ რომ თქვენ ახლა ნახავთ სასაულს. რაები მოიტანა არა, თქვენ წარმოიდგინეთ, მე ყველაზე ნაკლებად სასწავლო მოქმედი ვიყავი. მოდით ახლა მაშინ შევაფასოთ. ყველაზე ცოტა მოიტანა თუ ყველაზე ბევრი. შენ აი ახლა შემოვა შენი ნივთები კიდევ და მე მაინტერესებს როგორც ვამბობ, შენ დიდი ხნით მოხვედი აქ. ნუ შეძლებს და გვარა. ეს ჩემი. ეს ჩემი. ეგ არა. მე რატო გავედი და შემოვედი აღარ ვიცი. ეგ იყოს რა ჩემ ბარქს ამოწმოთ. არა, მე არაფერს არ ვამბობ, თუ მაინტერესებს. აქეთ დაალაგეთ რა თეას ნივთები. ეს არის თეას ნივთები. აჰა, არც ისე ბევრი ყოფილა. ყველაზე მეტი აღმოჩნდა რომ აქვს ნატას. ნატა რომელია შენი? აი ესენი. აი ესენი მე ოპერატორს თქო დააფიქსიროს, აი ესენია ნატას. კიდევ ეს ხო? ეგ მაიკოსია. როგორც ატყობთ? ჩვენი მონაწილეები მოვიდნენ იმ განწყობით, განსაკუთრებით გოგონები, რომ აქ იცხოვრონ დიდხანს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესე არ იქნება. რამოდენიმე მათგანი ძალიან ადრე დატოვებს ჩვენ თამაშს. აი ამ 6-ოლიდან მხოლოდ ერთ-ერთს აქვს შანსი იყოს 2 თვე სრულად. თამაშის წესები ყველამ კარგად იცით? თითოეულმა თქვენგანმა ამ სახს შეიძლება გაატაროს 2 თვე. მოიგოს თავარი პრიზი $5,000 და დასვენება ანტალიაში. მაგრამ შეიძლება პირველივე კვირას დატოვოთ ტერიტორია. კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ. თქვენ ახლა ხართ ერთმანეთის მეგობრები, ყოველ შემთხვევაში პირველი საათები ეს ალბათ ესე იქნება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზუსტად 7 დღის შემდეგ თქვენ გახდებით ერთმანეთის მტრები. იმიტომ რომ ჩვენ თამაშის წესების თანახმად პირველი ვარდება ბიჭი. ანუ ამ სამი ადამიანიდან ერთ-ერთი დატოვებს თამაშს. თქვენ იძულებული იქნებით მისცეთ ხმა რომელიმეს რომ მათ დატოვონ სახლი და მათ ნაცვლად, მის ნაცვლად, უბრალოდ შემოვიდეს ახალი მოთამაშე. მოდით დავათვალიეროთ სახლი. ეს არის საძილე ოთახი. საძინებელი ოთახი. ერთი საძინებელი ოთახი არის წითელი, მეორე არის მწვანე. როგორც ხედავთ, აქ არის კონდენსირების და გათბობის სისტემა და ვენტილატორი. ვენტილატორი უნდა იყოს მუდმივად ჩართული, რომ თქვენ არ მოგაკლდეთ სუფთა ჰაერი. გამოდით ვნახოთ მეორე საძინებელი ოთახი. ეს არის მეორე საძინებელი ოთახი, მწვანე ოთახი. მოდით მოვაწყოთ პირველი კენჭის ყრა. ვინ არის მომხრე იმისა, რომ მწვანე საძინებელ ოთახში ცხოვრობენ ბიჭები, გთხოვთ აიწიოთ ხელი. მე ვარ მომხრე. მეც მომხრე ვარ ბიჭები. პირველი კენჭის ყრა და 4-2 წინააღმდეგ. მწვანე ოთახი ან ბიჭები. მაიკო შენ მწვანე ოთახში გინდოდა? შენს ნიკა? მოკლედ, ესე გადაწყდა. ბიჭები ცხოვრობენ ამ ოთახში, გოგონები ცხოვრობენ იმ ოთახში. აქაც როგორც ხედავთ, ვენტილატორი ჩართულია. როგორც ხედავთ, აქაც არის გათბობის და ვენტილაციის სისტემები. კონდენსირება და გათბობა როცა გინდათ, შეგიძლიათ ჩართოთ, როცა გინდათ გამორთოთ, ვენტილაცია მუდმივად უნდა იყოს ჩართული. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ აი აქ არის რა? ალაგრული არის ფიცრა. აქ არის პანჯარა. არ პანჯარა. ამის უკან არ ჩანს არაფერი. თქვენ ისიც კარგად იცით, რომ არ შეიძლება ფანჯრის გამოღება, კარების გამოღება. ნებისმიერი ესეთი მცდელობა ჩვენგან იქნება აღკვეთილი,
და იმიტომ რომ თქვენ დაარღვიეთ წესები, თუ მომავალში ეს რა მოხდება, თქვენ აუცილებლად დაიშჩებით. გავაგრძელებთ. ეს უკვე ყველამ ვიცით რომ არის საერთო ოთახი. ეს არის საერთო ოთახი, სადაც შეგიძლიათ თქვენ გაატაროთ ხოლმე დრო, შეიკრიბოთ ერთად, გადაწყვეტოთ სხვადასხვა საჭირო ბოროტო საკითხები, ირბინოთ, იხტუნაოთ, იცეკოთ. ესეც არის საერთო ოთახი. ოღონდ ეს არის ყვითელი საერთო ოთახი. კიდევ ერთი დეტალი მე დამავიწყდა. აქ თქვენ ხედავთ აი ესეთ შავ ყუთს. ამ ყუთიდან გაიგებთ ხოლმე ჩვენი რეჟისორის ან ჩემ ხმას. ეს ხმა გაუწყებთ თქვენ სხვადასხვა ასე ვთქვათ, რამეს შეიძლება გთხოვთ, რომელიმე ოთახში შეკრება. გაუწყებთ რომ დრო არის უკვე დაიწყოთ შტაბ-ბეჭდილებების მოყოლა და ასე შემდეგ. ძალიან გთხოვთ ამ ხმას დავემორჩილოთ. წავედით სამზარეულოში, სადაც თქვენ გელოდებათ სიურპრიზი. გაინტერესებთ რა არის სიურპრიზი? ძალიან გვაინტერესებს რა არის. აი ეს არის ორი გამწვავი ვენტილატორი. მომდან ხანს მე მგონი ხე. აი სიურპრიზი რა მოხდა. და ეს არის ერთადერთი ადგილი, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ ღამეა თუ დღე. აურა აი სიურპრიზი. ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაარჩიოთ ღამე არის თუ დღე. კარგით. მოდით რახან სამზარეულოში ვართ, აქვე კიდევ ერთხელ აგიხსნით თამაშის წესებს, თქვენ ყოველდღე გადმოგეცემათ 10 ლარი, რომელიც ხანდახან შეგიძლიათ გააორმაგოთ ან გაასამაგოთ ან წააგოთ. ნუ ეს მომავალში. ამ 10 ლარი თქვენ შეგიძლიათ შეეძილოთ ნებისმიერი რამ, თუნდაც ავტომობილი, თუ მოელაპარაკებით ვინმეს და მოხედით ის ამ ავტომობილს. პროდუქტები შეგიძლიათ შეეძინოთ მხოლოდ Goodwill-ის ჰიპერმარკეტში და მეტი არსად. ყოველ დღე საღამოს შემოვა 3 ნივთი. ეს შეიძლება იყოს სავარძელი, ეს შეიძლება იყოს ლეიბი, ეს შეიძლება იყოს ცოცხი, ეს შეიძლება იყოს კბილის ჯაგრისი, ეს შეიძლება იყოს დანა, ჩანგალი, ჭიქა და ასე შემდეგ. ის ვინც რეიტინგში იქნება პირველ 3 ადგილზე, ეს ნივთი გახდება მისი საკუთრება და იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი მომავალში დატოვებს თამაშს, მას შეუძლია ეს ნივთები გამოიტანოს თამაშიდან ან დაუტოვოს მემკვიდრეობით სხვა მოთამაშეს. ყოველ შემთხვევისთვის მე არ გირჩევთ რომ დაუტოვოთ თქვენ ნივთები სხვა მოთამაშეს, ვინაიდან გახსოვდეთ რომ თქვენ არ გეცოდინებათ ვინ მისცა ხმა თქვენს წინააღმდეგ. გასვლისთანავე გაიგებთ, მაგრამ თქვენ შეიძლება დაუტოვოთ მემკვიდრეობა ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა თქვენს წინააღმდეგ და მე ეს ინანოთ. მაგრამ ნება თქვენია. მაგრამ ნება თქვენია. წავედით. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ სააბაზანო. სადაც ხერებს ვაკეთებ ასე. სხვადასხვა ოპერატორი შემოვა ხოლმე ჩემთან ერთად. სულ რამოდენიმე წუთში მე თქვენ დაგტოვებთ და არც ოპერატორი და არც მე თქვენთან აღარ ვიქნებით, თქვენ დაიწყებთ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ეს არის სააბაზანო, აქ არის რა თქმა უნდა ცხელი წყალი და აქ არის ყველა ის მინიმალური პირობა, რაც სჭირდება ადამიანს. მე მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენს გმირებს არ აქვთ არანაირი კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები, მათ არ აქვთ ტუალეტის ქაღალდიც კი. ეს ყველაფერი მათ დღეს უნდა შეეძინოთ. და განმარტოების ოთახი. კამერა სად არის არ გეტყვით. ერთი წუთით, სანამ განმარტოების ოთახში შევიდოდეთ. კიდევ, მე მინდა გადმოგცეთ პულტი. ეს პულტი არის კონდენსირების და გათბობის. კარგი პულტია, ლამაზი. აი. თქვენ შეგიძლიათ შეერთოთ, მე მგონი შესაერთებელია. აი შევაერთოთ. აი, შევაერთოთ. და პირველი ხელის მე მგონი ჩაერთო და თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ რაღაც გარკვეულ ტემპერატურაზე. ჩემი მითითებები დასრულებული ჯერ არ არის. აი ხედავთ ეს რა არის? ბუსი. ჩვენ მოგვიდება ბუსს შევჭამთ. მოდით ესეთი ექსპრომტად პირველი კონკურსი.
აი ეს ბუზი მე მაგალითად ხელს მიშლის. ჯერ დაანებეთ თავი. ამ ბუზს თუ თქვენ მე 1 საათში ცოცხლად დაჭერილს ჩამაბარებთ, მაშინ მე თქვენ გაჩუქებთ კბილის ჯაგრისი გირჩევნიათ თუ პარკის ქაღალდი გვირჩევნია. ჯაგრისი. ოღონდ ერთი ცალი იქნება. კარგი, თქვენ აერჩიეთ კბილის ჯაგრისი და მე 1 ცალ კბილის ჯაგრის გადმოგცემთ თქვენ გადაწყვეტეთ ვისი იქნება, თუ ზუსტად 1 საათში ეს ბუზი ამ ოთახში აღარ იქნება. ბოლო ოთახი ეს არის შთაბეჭდილებების ოთახი. მე ვთხოვ ჯერ ოპერატორს რომ შევიდეს შთაბეჭდილებების ოთახში. მობრძანდით. ეს არის შთაბეჭდილებების ოთახი. ეს არის შთაბეჭდილებების ოთახი. მე მინდა ძალიან გთხოვოთ რომ როდესაც დაждდებით შთაბეჭდილებების გასაზიარებლად, აქ როგორც ხედავთ არის კამერა, აქ არის განათება. ამ სკამს ნუ გადაადგილებთ, იმიტომ რომ კომპოზიცია გასწორებულია, რომ დაждდებით ნურცს მოიწევით, ჩვეულებრივად დაჯექით და შეგიძლიათ გულახდილოთ ისაუბროთ მაყურებლებთან. გარდა 23 საათი და 15 წუთისა ამ ოთახში შემოსვლა კატეგორიულად აკრძალულია და ითვლება წესების დარღვევად. მაშასე მე ახლა და ჩემი ოპერატორი დაგტოვებთ თქვენ. რამოდენიმე ხანში მე შემოვალ, მოგიტანთ თქვენ 10 ლარს. თქვენ დაждდებით და გადაწყვეტთ რა იყიდოთ ამ 10 ლარით. მე ერთ-ერთი მონაწილე წავა ჰიპერმარკეტ Goodwill-ში. მოიტანს იმ პროდუქტებს, რომელსაც დააბარებთ, თუმცა მას შეუძლია მოიტანოს სულ სხვა რამე. არავინ არ უშლის მას ამას. და რაც თავარია, დამახვედრეთ ბუზი, რომელიც ხელს გვიშლის და მე თქვენ გაჩვენებთ 1 კბილის ჯაგრის. კარგად ბრძანდებოდეთ, ცოტა ხანში ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ 14 საათზე ჩვენ გვექნება ერთი ჩართვა კიდე. მადლობა. ესე იგი ბევრი კბილის ჯაგრისი გვექნება ჩვენ, იმიტომ რომ შეეცარ ვიმიგდება. ავის თუ არ გაფრინდა შეიძლება ვერც დავინახოთ. თუ არ იმუძრავა. სადით არის? აგერა. იცი როგორ ცნად? რო დაჯდება ჩუმად მეპარა. რა ჩერდი გო? სად არის ბუზი? ბუზი რომელია? ბუზი რომელია? ბუზი. არ არის ბუზი. ბუზო გამოდი. ხა ცოტა ხანში რა. შანსი არ არის ის რა ვიცოდება. დაბლა არ ჩამოდის და მენდეს ხალხი ადრენალინით გაჟღენთილი ბუზია, რომელიც არ ჯდება. არ არის მოგეხმარო? აბა დავავაგეთ. თუ ბუზის ჭერას ეგონი დრო დავავაგეთ, ხო? იმიტომ რაღაც ხელი ჩაიხინეთ. აქეთ ჩვენ. აი, ის პარაფაში. ეს გოგოებისა ხო ყველა? მე შოკი. ესე დავა. ამასაც ძალიან ეხა თუ არ გოჩის ზავა, მე აბა ერთი კვირის მერე ზავა საერთოდ არ მოგდება. ვაი, აუ, ესე. ცოტათი მომეხმარეთ. აბა ეს ადამიანებო, აჰა. ეს თქვენ? ორ გაგიშალოთ ბარე. ეს არ ქვია. აი ესე არ ჯობია თუ აქეთ. აუ ეს როგორ უნდა? ეს ფოთოლისად გაჩნდა. პრინციპში ვინც დაიჭერს ბუზს, რა ვიცი, ბავშვობა. წყალი კარგია. დაიჭერს ბუზს, იმის იყოს ჩვენ. ხო, ეგ. არა, ჯეროდი ლოგინი გავსწავლოთ, სანამ ბუზს დავიჭერ. 1 საათი იცი როგორ მარეკავა. რა ვიცი მე მუსიკა. გოგო, ჩვენი რაღაცებით მაჩემო. ბარე მე. გოგო, აი ეს 1 2 3. რა წესია? აბები ჩვენ, სად ქართველები. აუ მე აქ. კიდე კაი პარკეტია და ისა რა ცემენტი.
ერთადაც მოყრიანები. მეგობრებო ამ კითხეს. რა ვიცი, აი აქ რაღაცა აქეთ მინდა. იცი რა, რენო შემოსვლის. არა, სიგრძე. ესე სიგრძე ესე დავა. ნიკა აი ესე მე გეტყვი აი რა. ესე. აქეთ ამი რო მე მგონი ეს არა ასე ჯობია ასე. ასე არ ბუზი დაბლა. იმიტომ რა აქეთ რო წეხო რა. იმეთო. არ დაგებიჯო. თან კამერაც აქეთ გიხო. მიბებია რაღაცა. აი შეხედე რა პატარა ის მოვიდა. არა ვიგებ ბატონი, გავშალ. ესა სპალნიკია. ოცონი და რა პატარა სპალნიკია. პატარა? აბა, ეხა გახდება ჯიდი. პატარა. არა სამედინება მე არა თო სამხედრო ესეთი პუნქტი. სამხედროა? არ არის სამხედრო. და თეთრეულიც უნდა დავა. აი ხა ამაზე შიგნით ჩავწვაფო მე თუ ისე. არინიმე შოკი გაქვს? ახდება თორე. ისტო. მე შიგნით აი ჩუსტი. ორი წამი გულზე მოვიდა. მეტო что რაღაც ბალიში. სპალნი მეშო საქმე ქართულად საძილე შენადა რა ვქნა? ეს ამაზე და თუ ეს ამაში რო ჩავწვე. ამაში რო ჩავწვე. დამცხება? ანიმე შოქში? თუ ეს ეს ბლეტას და ზიმა გამოგივა. ხო და ზიმა გავაკეთე. აი რა კარგია ეს თողონა მე აი ამ ხელა ისი ხალხი ჩვენთან ევროპაში თქვენ წარმოიდგინეთ რომ მეც როგორც ამათ აქვს რაღაც ხელი მეც ეგეთ რაღაცა უნალია. აი ამ სისქენ შელი კაი. მე ეს გამოვიტანე ხომ იქ დავჯდეთ გოგო. წელში არა. დღისი. აჰა. მე თივნის მაგივრობას გავწევი მყოფნის და შენ ქეგავს. მე აიცი რა ხდება კაცო ვაიცი რა ეს ესე შეიძლება. იშტო. აიცი რა ხდება იქნება და ორი ადგილი დაგჭირდა ისე რა. ამოვიდა. არა, ნამდვილად წაიყვანეს. შენ ესე რა ქვია? ნახალოვკაში ყავს ვინმე ჟღენტები? ნათესავებია. არა უსამს ჟღენტს მაგრამ სამი ძმა კაცი მყავს ჟღენტები. მართლა და არც ერთის ნათესავი არა. და ჟღენტი გურულია თუ არტიკალი? ბუზოჟე მოფრინდი. ერთი რუსეთში არის ახლა 1 წელია წავიდა, ერთი ხო, პატრონია რომ მოკლეს. ხელში მაგაჭირა. აი ესე და ის მეორე ეს მაქვს მაგიური პუნქტი რომ თო ჩემი რაღაცები არ ჩაუთო ჯადოსნური რაღაცები მე მგონი ის მეორე ბუზი გაფრინდა. აუ რამ ხელა აქედან გაფრინდა. კარგი მსუქანი გემრიელი ბუზი დაიჭირეთ იქნება ყოლი ჯაგრისი მაინც ესე გავუკეთე და მოდის, იცი? ბუზი მე მგონი გაფრინდა აქედან აღარ არის. თქვენთვის მიწვალო? მე ამ მოდი შენადი მარში. მე შემიძლია მაგიური შანსია. მაგალითად დავაჭირო ღილაკს რომელსაც აწერია swing აგორდო. ბუზი ჭერდა. აი ამის დაწერილი მერწმუნე. რაც მე ბუზები მიჭერია ახლა ეგ არის. არა შეიძლება როგორ ასე. ოდნავ და ხო და დაბლა თუ არ ჩამოვიდა. და რატო არ ჩამოდის? ხოდი აქ აი ხოდი აქ ხანარი ბუზი დიდი ბუზი. ხოდი აქ დაჭერილია. ყავს ვერსად ვერ მიდის ამ სახელიდან ეს. არა რომ პროდუქტი ერთი საათი. ეს ბუზი არის დაფეთებული ხო და იქიდან არ წავა გულასავ. ვერ გაგიჟდა. აი მე რამ ხარ შეხედე. მოდით ეს ბუზი. იქნება რამე ოთოს შევითხოვოთ და იქ აი პატარა ჩამოდი. აი გავნები ეს ბუზი არის დაჭერილი ახლა ეს. ისიც რა უთხარ. აქედან ვერ გავა. ვერ გადის ჩვენია. შანსი აი არის. შეიძლება გასულ ვერ გავა ის რომ უბერა. შანსი არის ვერც მივა ის რომ. ხო და დაჭერილი. პროსტ არ უნდა დაგვეკარგოს რა. ერთ საათშიო. ხო და არ უნდა დაგვეკარგოს დაჭერილი. საათშიო და მე ასტრაფიცელი დიპლომი. ამი ტატე წერო. აუ შენ აქ აგრა დაიხო. გაგინდა რა. ხოდა ესა ვიცი ბუზი უნდა დავიჭირე.
ეს გოგოებს რა უთხრა? აქეთ არ გამოვიდნენ თუ პირიქით. რაც უნდა ისქნა, რაც თუ პირიქით უთხრა. და უთხარი რომ მოდის თქო. რა წავიღო ხა. დამეჯერეთ ადამიანებო, დამეჯერეთ, ვერ დაიგეთ. აქ ვინმე უყარავდა და თუ წავიდა ესე ქნა, სწორედ. აქედან ნუ შანსი არ არის. დამეჯერეთ. ასამოთ, კაცო. ვაიმე, ბავშვებო, ნახე რამდენი ბუზებია, მოდი. ნახე, აი ორი ზისა. შეხედე, ნიკო. მოდი. ვაიმე, ყავდა, აი ორი წელია. აიო, კაცო. იქიდან შემოდიო. შეგვიძლია აი იქ როგორ ამაზე რო დავწვით? მაგას ხარ გამოაჩერე. კი, მაგრამ ვაიმე, დაიჭირე. სერიოზულად. არ გავიხო, არ გასმა გეჭიროს 1 საათი. აღარ ხაერი შეუშვა. ამის ჩავდა, ნაგრძნო, ხუი მოგიღო. ვაიმე, არ გაფრი. ვაიმე, არა. ბუზი არის ეკი არა. არ არის. ვაიმე, რაღაცა იყო. რაღაცა შევინა. აი ეს კიდე რა მაინც ვერ ხო, არა, გადაცვალე. მაგრამ რაღაცაში უნდა ჩავდოთ, რომ არ გავგვეყვან. აბა რამე გაქვს ისეთი? გოგო, ჯიბეში ჩაიდო. ჯიბეში როგორ? ოშა, კაცო. პატრონა, სანჩის არა, გოგო. გამოვიცვალო. გამაიცვალ. წაში იმასთან. რაღაცა მიდევ ჯიმში, თუ რა. ძალიან ხოთე ხო არის. არ შემოვიწროვოთ ხოლმე. ეს იამაია, არის პატარა. აჰუ. ბუზები შევინახოთ ხოლმე, აია. ჩემი გასვენი. ჩვენი ნადავლი იყოს მან. მიზარე, მე გამოვიცვალე. რა შეიძლება გავაკეთო? რაღაცა. აი, ვიდრე ჩამოვიდა და რაღაცაში გადავცო. აუ, იცი რა გენი? ვაიმე, მოკა. მიაჭრიდა. არა, გამხელა ეს დაგოცი. გამეჯერეთ რა. ბუზებს შაქრის ნატეხი ხო არა გაქვთ? ეხლა შაქრის ნატეხი მარჯვენა ჯიბეში მქეთე იგი. მარილი. აი. აქ რა მინდა, რატომ მიდია? აქ ესე შეიძლება დილის გიმნასტიკა ჩატარდეს ძალიან მარტივად. ბუზი კი არა, აი იქ არის. ხალი სტადიონი გვაქვს ჩვენ, იცით ხა, ხო? გეუბნებით აი ეს გოგოებმა, რა ადგინათ ლებები გასულ. შეგვიძლია ვირბინოთ. აი არის. დილაობით. დილაობით მიპატრონზე ვარ. რამხელა ადგილია, სარბენად ნახე. აბა. ერთი 7 კრუგი ყოველდღე. ხო, დილა. სანდრა დილა. ხოდა მარჯიში. ძალიან შუადღე. ყოველდღე გავაკეთოთ ბავშვებო აჯიმანიები. მე გავახურე აჯიმანიები. ვაქცევ ბალიში. ბალიში არა. საინტერესო რა არის აქ. რატიო? ეს დასაჯდომა? არა, ეს მინდა დასაგებად. მე ნალი არ წავ. ხო. ესე მოკეცე და ესე დააგე. ძირს არ მინდა თავალბადო ფიქრობ ორი ისაა. ხო და მაგაზე გაშალე. ინტერნეტში ნახე. აი ეს გაშალე. არა, თავაგე. ეს დააფინოს და ზემოდან ზედაატოს. ხო ეგინდა? ნახე, შენ ჭამსისკე მოქმედს. ხო ჩახ. ყველაზე ბევრი შენ გაყო, მაიკოს და ყველაზე მე. აუ გიხეწების დაიჭირე ქვედა. მე ნალი არ წამოვიღე. თეჩმა როგორ მეხვდი, ნალი წაიღეო შულო და მეთქი არა მეთქი რა სამობ რა ნალი სირცხვილია ნალი თუ არ წავალ მეთქი არ მეტყენა შენ აგრისთვის მოხვედი რა ნალი ის რამტანი რისამტანია დაჯილდოვდება შემდგარი ბუზი. მე ვიცი სადაც მე მგონი არ ვიცი. ესე და ეს უხერხული. სარკის იქით არის მე. ხალხი რას ეკითხება? Я тоже так думаю. Я тоже так думал. თქვენ ნახეთ? აქ არის სარკე, გითხარით თუ არ? ო, აქ ჩვენი სარკე კი არა, კამერაა იქ, მე მგონი. დამონტაჟებული. თუ ამაშია კამერა. აბა რა სიტყვი? ჩვენი რა ბაზარნა? просто ეს ბანკი თუ გვეყოფა ეს რაც. ო, ხო? არის.
სადმა იყოს კამერა? თან ზურგით უნდა დადგეო. აქეთ იქნება. აი, გერო. აქეთ მხარეს. ესე იგი, აქეთ დგები ესე, სტოიგაში. ია! არა, ეხლა ხუმრობ. არ ბანავ. ბროს გავიხსნა. მან დადგები ხელებს. მაგას. ხო არ მოგეხმაროთ? არ მოგერიდო? ჯერ არ გვინდა. როგორ, ასე ვთქვა? აი, ბუს რო ვერ დავიჭერთ ეხლა ასე. მერე მაგნალს. მაგრამ შეგვიძლია გავდგეთ ხოლმე და რომანტიულ საღამოებს. აუ ეს იდეაში რო ჩაგვერთო კონდიციონერები ცუდი არის ჩამოდა, ხო? არა, რაღაც არ ამგონია. რა იდეები გაქვთ? ოხ, ჩვენ ვერ გაგიმხ. მოდი სამი წელი ხება. ეს რო ჩართე რა შეიძლება ზამთარი. და რომ მოაქციო. რა თქინდა? ხება. 15. მეტი აღარ ჩადის. 16-ია. მოდა იყო. ეს ნეი არა, 16. მაგებას კი წაოს. იყოს 16. 1.16. გოგო 1.16 რო იყოს. სხვაგანაც იმაზე ყველგან 16 კი არა, სხვაგან არ ჩარს, ხო არ ყველგან. ბალიშის მაგება და რა პულტის მეფე. ალეგო მოდივარ თქვენ საფახში პულტის ეს. აბა ჩვენთან აქედან შემოვა სიკრილე ჩვენთან. დია. ეს ხა ერთია. ხო, არა, ყველას ერთია. დარწმუნებული ხარ მაგაში? კი, კი. გავამწვანო? გამწ. აჰა. დავაი. ეგარი, ვაშა, აქ რამდენი Я же знаю, передай. ხალებო. გრადუსი რამდენი დავაყენო? ძალიან რო არ ციოდეს. 32, 34. 25. აჰა, ვინდიც. დაგიხდეთ. ისე ვინდიც ჩაგე. ორჯერ გამკრა ხელზე ბუზმა. აი ეს. დაბლა იყო უფრო. ავაც სინათლი? აუ აი აქ არის ახლა ყველაზე კარგი გრილა. აბა როგორ თავ? ახ, მოდი. რატო? შენა და ვანიჩკას აბა ისეთი აფოთის ჩა. საიდან და მე ხოთია ცოტნე ვარ. ეს ის არის. გენიტორგი. რომ ვნახულობდი სპექტაკლებს და სტატიებს წერდი, რომელშიც მაგი თამაშობდა. აი მაგაზე გუხე. ჩაქრემეკო. იდეა გვაქვს. აი მაგ. ой, საიდან? შოქები საიდან ირთვება? არ შეიძლება ჩაქრობა ხუთქვეს. ხო, არ ვიცი ამას. 11. მე ვერ დამიმახსოვრე იმდენი წესია, რა ვიცი. არა, შეიძლება რა თქმა უნდა. არა, არქნა. მაგით ინთები. მე გითხარით არქნა და ხა. ამით მარტო ისინი ინთება, კაი. Yes. რაჩნიკები ჩვენ. შეგიძლიათ აი ესე ქნა. შეგიძლიათ. არ არის პრობლემა. ნუ საქმე თუ არ გექნებათ მედი და ესე ქნები. ვის უნდა პატარა ელექტროშოკი? მოვიჩას. გაუ საფიზლებელი. მე მგონი ცოტა ჩვენ დაგჭირდება ელექტროშოკები. ბიჭო არა და აუ ცოტა მეტი აღარ შვება აი აქ აი აქ არის. კაი, გაიყინა. გავაჭირე ყველაფერს და გავაჭირე. Давай, это вообще чарту. Оба! Ჯადოსნური. 25. დავუკვოთ. მოდი ეხლა რამე. გულაი, давай. 20 გრადუსს დავაყენებ ჩვენ. აგრა საგაზაფხულო მომდის. როგორ აყენებს თვითონ, ნახე? გვეხუმრება ვიღაცა? თუ რა არის? აქ 20 მაჩვენებს, იქ 22-ს. ხო იქ რომ მიზნები. აქ სხვა საქმეა. და ეხლა იქ აბა მიუშვილი იქ მიდი. სოდი. იმას. აჰა. არ ბერახტე. იდა სადაა მისაშორებელი. დაიცადე დღეს ვინ მიდის გუდვილში. ხო, მართლა. გუდვილში მეგობრებო. ბავშვებო. მე უნდა მოვილაპარაკოთ ვინ მიდის რომელიცაა? გუდვილში. ესე იგი ვიმეორებ გუდვილში. სხვაგან არსად. მართ გუდვილში. არა რა, ესე იგი. და მოვილაპარაკოთ რა ვიცი. მე მგონი ჯობია ვიკიდოთ ჯერ ხო, მოვილაპარაკოთ. ყოვალეთში რაც გვჭირდება. ხო?
დღეს არ ვჭამთ. საპონი და ქაღალდი და აუ იქნებ ცოტა რაღაცა მოვა. რამდენი ჭამე წინა? რა ჭამა ძარტო დარბერე ორი პეჩენიო. ის ღირსი ვინ წავიდეს გუდულში? ის ღირსი ხარ. ვეცადე რომ კარგად ვექნა და მაპატია თუ ვერ ვქენ ახლი დამქნა. ვეცადე რომ ცოტა საჭმელი ტუალეტის ქაღალდი. ტუალეტის ქაღალდი გჭირდება, რომელიც ჟაგრის კიდე პასტა, კბილის პასტა. 2 კილო სამწვადე. წვადები და ესე გავჭა. დაი სახინკლეში. ათვალად რა. ხინკლის პასტა არ დაგავიწყდა. სიკაცე, ათვალ. მილის პასტა, ბუზი უნდა დავიჭო. ბუზი გვინდა კიდე 3-4 წელი. რა ბუზი მოგწვენი ვიყიდო, ყლარა და 2 წელი. ცივა. აუცი. კი ბატონო, რა პრობლემაა? 25. მართლა გავკინე. აუ, ათა მე მჭირე ფილტერი. მარიდეიდა. შენს გამიჩქონი. აიკო დაიდა. მე ვერ მაიგოდეიდას რა რბილი ლოგინია და ამასაც და მე მაგრამ ვერძის გდიო. მაინც 22 საყენებს, კაცო, გაგოგებინეთ რა, გვეკაიფება ეს. აბა? მიკელი ტაბლატორი თუ რაღაცა. როგორ იციან ხოლმე რა? ჩვენთან ევროპაში ეგეთ რაღაცებს იძახიან, პრობლემა არ არის ხოლმე, მინდა გითხრა. როგორში? ხო, მაგარია ბიჭო. ასაცმელად სადვალოდებს ჩანთაში რა ჩანთაში. აი იქით აუ, ამდენი რაღაცეები, რატო? პრინციპში 1000 евро მიკროფონი. დედა. ერთი დავლეც. 6000 ამ ცოტას ვარ. გავიყაროთ, ეს ამ მოუჭრათ. აი ისტორიაში შევოთ, რომ პირველი შოუ გაკეთდა და შევარდა დაამტვრიეს და გაიქცნენ. ამ ფერობაში მაგრები ვარ.